შვიდობის თქვენ უყურებთ ქალების ნარატივს. მე მარია მიზორია ვარ და დღესაც ტრადიციულად იმ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, ვის იდეებით რეალურ შედეგებად იქცა წინ საინტერესო ერთი საათი გველოდება ახალი პერსპექტივებითა და ადამიანებით. დღევანდელ ეთერში ყვავილების ასოციაცია უნდა გაგაცნოთ, რისთვისაც რუსიკო მიქავა ყვავილების ასოციაციის თანადამფუძნებელი და ნინა ჭანკვეტაძე ყვავილების ასოციაციის თავმჯდომარე უნდა გვესტუმრონ. ლავლი როუზის გაყიდვებსა და შედეგებს მოვიკითხავთ რამდენიმე წუთში და ჩვენთან ერთად იქნება ლალი სიჭინავა კომპანიის დამფუძნებელი. ეს ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი საქართველოსა თუ მსოფლიოში არსებულ ამბებს გადავხედით. ტაილანდში საქართველოს ასობით მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ შორის არიან ტურისტული კომპანია Wonderflies, გასტროტური წასული 43 ადამიანი, რომელთაც ბანგკოკიდან ავიაკომპანია Air Arabia's ფრენა დუბაის გავლით დღეს 6 მარტს უნდა ჰქონოდათ, თუმცა ავიაკომპანიამ მათ შეატყობინა, რომ რეისები გადადეს 9 მარტამდე. BMG-სთან ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სოფო ღვინიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ზუსტად ისიც არ იციან შესრულდება თუ არა 9 მარტს დაგეგმილი რეისი. ირანში არსებული ვითარება საქართველოზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის კუთხითაც აისახება, როგორც ხილბოსნეულის ექსპორტიერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი BMG-სთან აცხადებს, ირანიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუმცა არსებული გარემოება ლოგისტიკურ პროცესებს ართულებს. ირანიდან იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია შორის მეტი წილი რძის პროდუქტებზე, ციტრუსსა და ცალკეულ ბოსტნეულზე მოდის. ახლა რაც შეეხება მსოფლიო ამბებს, Apple-მა კომპანიის ისტორიაში ყველაზე ხელმისაწვდომი ლეპტოპი MacBook Neo წარადგინა. საუბარია მოწყობილობაზე, რომლის საწყისი ფასი დაახლოებით არის $600. კომპანიის შეფასებით ის სპეციალურად სტუდენტებისა და პირველი კომპიუტერის მყიდველებისთვის არის შექმნილი. Apple ამ ნაბიჯით კონკურენციის გაწევას ცდილობს Chromebook-ებსა და საწყისი დონის Windows-ის ლეპტოპებისთვის, რომლებიც საშუალო სწორედ ამ საფასო კატეგორიაში არიან წარმოდგენილნი. ახალი მოდელი გამოირჩევა მსუბუქი მეტალის კორპუსით, რომელიც სულ რაღაც 1 კილოგრამს იწონის და 4 ფერშია ხელმისაწვდომი, ესენია ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ციტრუსისფერი და მუქი ლურჯი. თელ-ავივის ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სარეპატრიაციო ან მოქალაქეების დასაბრუნებელი რეისები დაეშვა, რომლითაც ირანთან ომის ფონზე საზღვარგარეთ ჩარჩენილი ისრაელელები ჩამოიყვანეს. ეს 5-დღიანი პაუზის შემდეგ მოხდა, რა დროსაც ირანული სარაკეტო თავდასხმების გამო ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო მიმოსვლისთვის სრულად იყო დახურული. რეისებს, რომლებიც მხოლოდ ისრაელში ჩამოფრენას ითვალისწინებს, ისრაელის 4-ვე ავიაკომპანია ასრულებს. მიზანი ომის გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილი 10,000 მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნება. ისრაელიდან გასულითი რეისები კი კვირას განახლდება, როგორც ამის შესახებ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა განაცხადა. ვიზიარი ადასტურებს, რომ ისრაელში, დუბაიში, აბუ-დაბიში და ამანში ფრენების შეჩერდება კვირის ჩათვლით 16 მარტამდე. ამასთან გაერთიანებული სამეფოდან ჯედასა და მედინაში ფრენები განახლდება უკვე 8 მარტიდან. ავიაკომპანიის ინფორმაციით აგრძელებენ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და მუდმივ კონტაქტში რჩებიან როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, ისე საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. და ბოლოს Pinterest-ის, რომელიც ფოტოჰოსტინგის ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს და მომხმარებელს მხოლოდ ფოტო-ვიდეოს ატვირთვის და მათი ორგანიზების საშუალებას აძლევს, აქციები 9%-ით გაეზარდა. მკვეთრი ზრდა აქტივისტი ინვესტორის Elliott Investment Management-ის $1 მილიარდ ინვესტიციას უკავშირდება, რომელიც კომპანიამ Pinterest-ში განახორციელა. Pinterest-ის განცხადებით ისინი ამ დაფინანსების გამოყენებას აქციების გამოსასყიდად გეგმავენ, რაც ახლახან დამტკიცებული $3 მილიარდ $500 მილიონი ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამის ნაწილია.
მსოფლიო მეყვავილეობის ინდუსტრია მუდმივი და დინამიური ზრდით ხასიათდება, სადაც გლობალური ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ 5-დან 7%-მდე იზრდება. ტრადიციული ევროპული ცენტრების პარალელურად წარმოების მასშტაბები ყველაზე სწრაფი ტემპით ეკვატორული კლიმატის მქონე ქვეყნებში იზრდება, როგორებიც არის კოლუმბია, ეკვადორი და კენია. ეს განპირობებულია ბუნებრივი პირობებით, შედარებით იაფი სამუშაო ძალითა და გაუმჯობესებული საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელებით. თანამედროვე გლობალური ინდუსტრია სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ახალ ტექნოლოგიებზე, მიწოდების ჯაჭვის მკაცრ კონტროლსა და ელექტრონულ კომერციაზე, რაც ქმნის მაღალ ორგანიზებულ, სტანდარტიზებულ და კონკურენტულ უნარიან გარემოს, სადაც მწარმოებლისა და რეალიზატორის ინტერესები მკაფიოდ არის გამიჯნული და დაცული. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, როგორც ყვავილების ასოციაციაში ამბობენ, გლობალური ტენდენციებისგან სრულიად განსხვავებული და რადიკალურად არაკონკურენტუნარიანი სურათია საქართველოს მეყვავილეობის სექტორში, რომელიც დღეს ფაქტობრივად თვითდინებაზეა მიშვებული და სერიოზული სისტემური გამოწვევების წინაშეც დგას. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ორგანიზებული და ხარისხიანი წარმოება რესურსების სიძვირის, ფერმერთათვის პროფესიული ცოდნის მიუწვდომლობისა და სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობის გამო, რის შედეგადაც ადგილობრივი ბაზარი სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე. თავის მხრივ, იმპორტიორთა უკონტროლო ზრდამ და საგადასახადო რეგულაციების მიღმა ოპერირებამ გამოიწვია საბითუმო და საცალო ბაზრების აღრევა. წესებისა და სტანდარტების ეს ტოტალური არარსებობა ყველაზე მეტად აზარალებს ყვავილების ინდუსტრიას, საშუალო მოწყვლად რგოლს და ქმნის არაჯანსაღ ეკოსისტემას, როგორც მწარმოებლებისთვის და კეთილსინდისიერი მოვაჭრეებისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის. რა ვითარება ადგილობრივ ბაზარზე? ყველა მნიშვნელოვან საკითხს უკვე რუსიკო მიქავასთან, ყვავილების ასოციაციის თანადამფუძნებელთან და ნინა ჭანკვედაძესთან, ყვავილების ასოციაციის თავმჯდომარესთან და თანადამფუძნებელთან ერთად მიმოვიხილავთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. უპირველესად მინდა ვისაუბროთ იმ მთავარ მიზნებზე, რატომაც გაჩნდა იდეა, რომ დაფუძნებულიყო უკვე ასოციაცია და ის გამოწვევები თუ პრობლემები, რაც არსებობს ინდუსტრიაში, ერთი ქოლგის პრინციპით მოგვარებულიყო. რა იყო ის იდეა, რატომაც დაიწყეთ ეს ამბავი? იდეა წარმოიშვა მაშინ, როდესაც ჩვენ შევეჭიდეთ იმ პრობლემებს, რაც საქართველოს ბაზარზე შეგვხვდა. პირველი დიდი პრობლემა, რაც დავინახეთ, ეს იყო, რომ ბაზარი შეკრული არ იყო. ყველა ვისაც პრობლემა ჰქონდა, სათითაოდ მოქმედებდა და დავინახეთ, რომ სადღაც გაერთიანება იყო საჭირო და ამ გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა იყო საჭირო. პირველად ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა საბითუმო სექტორმა, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა დავინახეთ საქართველოში და რა ვიცი, დავიწყეთ მსჯელობა, ფიქრი, ასოციაცია ახლახან ჩამოვაყალიბეთ, თუმცა ჩვენ ფიქრობდით, სადღაც გასული წლის მარტი-აპრილის მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც მაღაზიებს ჰქონდათ გარკვეული პროტესტი, ჰქონდათ პრობლემები სერიოზული, თუმცა ეს პრობლემები რაღაცა თავიდან რაღაც ტალღისებურად განვითარდა, მერე მიჩუმდა, ვერ მოხდა ამ საკითხების ერთადგილას კონსოლიდირება, განვითარება და ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ მიმოვიხილეთ ბაზარი წარმოებიდან დაწყებული საბოლოო მომხმარებლამდე, დავაიდენტიფიცირეთ ყველა ის პრობლემა, რაც ამ ბაზარზე არსებობს და ვთქვით, რომ მოდი გავაერთიანოთ ყველა ეს სექტორი, მოვაქციოთ ერთი ლუპის ქვეშ, დავშალოთ სეგმენტებად, დავაიდენტიფიციროთ თითოეულ სეგმენტში პრობლემები და მოდით ვიფიქროთ ამის გადაჭრის გზებზეც და რა ვიცი, ჩვენი ასოციაციის მიზანიც სწორედ ეს არის რა. განვიხილოთ პრობლემები, ფართოდ განვიხილოთ, დეტალურად განვიხილოთ, ჩავედეთ დეტალში, მოვძებნოთ რა რესურსი არსებობს საქართველოში, როგორ მოვიზიდოს ეს რესურსები, იქნება სახელმწიფო დახმარება, იქნება გარე რესურსები, იქნება და კიდევ მთავარი რაც არის, ავწიოთ განათლების დონე, ავწიოთ თითოეული აი მონაწილე რგოლის რა ვიცი, თვითშეგნება, რა ვიცი, რომ სწორად ვაკეთოთ ბიზნესი რა. აქ რატომღაც ბიზნესი კეთდება არასწორად. ამის მიზეზებიც არის, რა თქმა უნდა. არ არის ის, რომ საერთო კონტროლი არ არსებობს ბიზნესის, არ არის დარეგულირებული და თითოეული მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია. ყოველი კონკრეტული წერტილი მოქმედებს თავის ინტერესიდან გამომდინარე და არა ბიზნესი თავისი ინტერესიდან გამომდინარე. უფრო დეტალურად ალბათ გავშლით შემდგომი კითხვებიდან გამომდინარე ამ საკითხს. რამდენი წევრი ყავს ახლა უკვე ასოციაციას?
ასოციაციას ჯერ ახალი გახსნელები ვართ, ბოლო მონაცემიც არ ვიცით, მაგრამ რა ვიცი, ათეულობით ჯერ მოდი აქ შევჩერდეთ, მეტი არ არის, იმიტომ რომ რა ვიცი, ერთი თვეც არ არის ალბათ, რაც გავიხსენე, არ არის ნამდვილად, ხო? თან ასოციაციის წევრი რო გახდეს თითოეული რგოლი, ხო, იმას მისმა უნდა დაინახოს საჭიროება რა ასოციაციის და ახლა პირველი რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული ის არის რომ ასოციაციას რა ქვია გარემოს დავანახოთ ჩვენი საჭიროება კი ჩვენი კი არა პირადად უბრალოდ საკითხის კონსოლიდირების საჭიროება კი ბატონო, მინდა ვისაუბროთ ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენ გარკვეულწილად ვთქვით, ხომ, გამოწვევები, რომელიც არის ამ სექტორში, თუმცა ერთ-ერთი მთავარი არის ხარისხი, ასევე იმპორტზე სრულად დამოკიდებულება, თითქმის სრულად დამოკიდებულება ამ ბიზნესის. ეს რა პრობლემებს უქმნის უკვე ადგილობრივ ბაზარზე ბიზნეს, რომელიც ოპერირებს ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს ყვავილების რეალიზაციას? ნახეთ როგორ არის ყვავილების იმპორტზე სრული დამოკიდებულება იწვევს ძალიან ისეთი არასტაბილურობის, უიმედობის შეგრძნებას. ძალიან ხშირად მე არ ვადანაშაულებ მხოლოდ იმპორტიორებს ხადია, ხან ფრენების გადადების გამო და კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც საბითუმო ბაზარი არის მოუწესრიგებელი, არასტაბილური, მაღაზიებისთვის ეს არის უდიდესი პრობლემა, გვიწევს ძალიან ბევრი შეკვეთის გაუქმება, მომხმარებლისთვის ახსნა ამ ყველაფერს, რომელიც მომხმარებლისთვის სრულიად გაუგებარია, გაუგებარი და ამასთან ერთად მიუღებელი, მას არ აინტერესებს ის მიზეზები, რაც სინამდვილეში შიდა სამზარეულოში არსებობს. ამ ასოციაციის მიზანი სწორედ ეს არის, როგორმე მაქსიმალურად განავითაროს ადგილობრივი წარმოება, როგორმე ნელ-ნელა ჩამოვეხსნათ სრულად, რა თქმა უნდა, ალბათ შეუძლებელი იქნება, მაგრამ ნელ-ნელა ჩამოვეხსნათ იმპორტს. ამისთვის ალბათ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაღაც პროგრამების შემუშავება, წახალისება ფერმერების ყოველ შემთხვევისთვის მაქსიმალურად ვეცდებით, მოკლედ რაღაც ფინანსები იქნება, გრანტები იქნება, თუ ასე შემდეგ მოვიძიოთ, რომ ფერმერები წავახალისოთ, რომ მაქსიმალურად განვითარდეს შიდა წარმოება და უფრო მაღაზიებისთვისაც უფრო საიმედო გახდეს, მოკლედ თანამშრომლობა ფერმერებთან, ადგილობრივ მწარმოებლებთან. რომ შევაჯამოთ ჩვენი მაყურებლისთვის უკეთ იყოს გასაგები, რატომ ვართ დღეს 100%-ით თითქმის იმპორტზე დამოკიდებული? რა არის ამის სათავე და თქვენი საკუთარი წარმოებაც გაქვთ ხომ ადგილობრივი? შესაბამისად, საინტერესოა გამოცდილებიდან გამომდინარე, რატომ ვერ ახერხებენ ფერმერები ხარისხიანი ყვავილის წარმოებას დღეს საქართველოში? მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ინდუსტრია, როგორც ესეთი სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, რომ განვითარდეს. ეხლა ყვავილების ინდუსტრია არ არის, ყვავილები არ არის ყოველდღიური მოხმარების საგანი, ისე როგორც ფარმაცია, დაუშვათ საკვების ინდუსტრია, ამიტომ შესაბამისად დიდი ინტერესი სახელმწიფოსი აქ არ არსებობს. ჯერ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ გამოკვეთილა. ძირითადად როგორ ყალიბდებიან ქართული ფერმერები, დაუშვათ ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა სიყვარული გვაქვს ყვავილების რაღაცა გონია, თავიდან ყველაფერი ალბათ ეს ემოციით და რაღაცა ესეთი ლამაზი ფერებით იწყება, კი. და მე უკვე აზარტში რომ შედიხარ წარმოებად, გიფართოვდება, გინდა დაამტკიცო რაღაც და ყოველდღიურ სიზნელეებს აწყდებით. რა თქმა უნდა, ჩვენმა წარმოებამ ეს სიზნელები ეტაპ-ეტაპ გაიარა. დღესაც კი მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბიზნესი მომგებიანია. ჩვენ ბიზნესს სხვა რაღაცა ფინანსებს, უფრო ეს არის აი ჟინი, რომ გქონდეს ხარისხი, ალბათ ეს არის რა ვიცი, ყველა ბიზნესის მოწოდება, რომ დაამტკიცოს და თავისი სიტყვები თქვას. ეხლა ვთქვათ, რა არის პრობლემა ქართულ წარმოებაში? ქართულ წარმოებაში პირველი პრობლემა განათლება. დღეს არ არსებობს ფერმერი, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სრული აგრონომიური განათლება გააჩნია, რომელმაც იცის ყვავილების, რა ვიცი, ბიოლოგია. არ არსებობს ესეთი რაღაც. მეორე ის არის, რომ უნდა ისწავლო, რა თქმა უნდა, ინტერნეტით, უნდა ისწავლო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ არ არსებობს ისეთი ტრენინგები, რომელთაც შეიძლება ფერმერი დაატრენინგო. საკუთარი გამოცდილებით უნდა ისწავლო და მეორე კიდე შემდეგი პრობლემა, უფრო ყველაზე დიდი პრობლემა ენერგორესურსები, რომელიც ძალიან ძვირია საქართველოში. გამორიცხეთ, რომ ქართველმა მომგებიანი, რა ვიცი, პროდუქცია აწარმოოს, თუ ის იქნება ენერგორესურსები საბაზრო ფასზე დამოკიდებული, ხო? შემდეგი, რაც ყველაზე დიდი პრობლემა, იმპორტიორის ფასებზე დამოკიდებულება. რა ფასადაც არ უნდა აწარმოოს ქართულმა ფერმერმა პროდუქტი, ის უნდა გაუსწორდეს იმპორტიორის ფასს.
მესამე პრობლემაა კიდევ დაურეგულირებელი ბიზნესი. ანუ დღეს ქართულმა მეწარმემ იცის, რომ რაღაცა უნდა აწარმოოს მაშინ, როდესაც ამის სეზონია, უნდა აწარმოოს მაქსიმალურად ბევრი იმისთვის, რომ ბევრი გაყიდოს და ფული დარჩეს. ბევრი ეს ნიშნავს იმაში, რომ მაისში რომელიმე ერთი კონკრეტული პროდუქტი რომ შემოვა, იმ პროდუქტზე უნდა დაეცეს ფასი, უნდა გაუფასურდეს ქართული წარმოება და ფასი რო დაეცემა და წინასწარი იცის ფერმერმა, რომ ფასი დაეცემა, მას არც შხამქიმიკატებს იმეტებს, არც სამუშაო ძალას იმეტებს და ქმნის უხარისხო პროდუქტს. ბუნებრივია ეს. შესაბამისად, ჩვენი ფერმერის კონკურენტი არის ზუსტად ადგილობრივი წარმოება და ის რომ მე ვთქვათ ზამთარში, ნახეთ, მთავარი რა არის მთავარი განათება და სითბო, ხო? აი განათება და სითბო თუ არა გაქვს და განათება ძალიან ძვირი ჯდება, ხო? დამოკიდებული ხარ გარემო პირობებზე, სითბოს კიდე შექმნი, ხო? და გამოდის რომ შენი ძვირადღირებული პროდუქტი უყურებს ორ რამეს: ქართველი მწარმოებლის გაუტურქცევას და მეორე იმპორტიორის ფასს. და შესაბამისად შენი საკუთარი ფასი ბაზარზე არ გაგაჩნია. თან ვერ ამკვიდრებ იმის გამო რომ უხარისხო პროდუქტთან ასოცირდება ქართული პროდუქტი, ვერ ამკვიდრებ იმას, რომ შენ თქვა, რომ არა, ჩემი ფასი იმპორტირებულზე ძვირი უნდა ღირდეს. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ ჩემი წარმოებული პროდუქტის ფასი იმპორტირებულზე ძვირი უნდა ღირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გაუვლია ის რყევები, რაც იმპორტირებულმა პროდუქტმა გაიარა. ის თქვა ტემპერატურული რყევები, დროში, უწყლოდ ყოფნა და ასე შემდეგ. თუმცა რა ვიცი, ესეც მოკლედ თვითშეგნების ამაღლებაა, როგორც საბოლოო მომხმარებლის, ასევე მაღაზიის და ასე შემდეგ. რა ვიცი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაღაცა სახელმწიფო დაინტერესება გამოჩნდება. ამასაც უნდა ფართო მომხმარებლამდე მიტანა რა, რაშიც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ამას ვერ გაუშვებ ხელიდან, რომ დღეს მოგვეცა აი ასე მალე ჩვენი ასოციაციის შექმნიდან მოგვეცა საშუალება ის რომ წარვუდგეთ ფართო საზოგადოებას, გავხადოთ ეს ინფორმირებული ეს ყველა პრობლემა და მეტნაკლებად იმედს ვიქონიებთ, რომ რაღაცას უფრო დავაინტერესებთ იგივე, არ ვიცი ვინც გრანტის გამცემ საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება, სახელმწიფო იქნება იმისთვის, რომ კარგი მაგალითია სომხეთი, რომელშიც რამოდენიმე წლის წინ არ იყო ეს ინდუსტრია და როგორც კი დაინტერესება გახდა და როგორც კი რაღაცა სახელმწიფო რა ვიცი შეღავათები მიიღო ინდუსტრიამ, როგორც სწრაფად განვითარდა. კიდე ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორიც არის. ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია ბაზარზე, კი ბატონო. ხარისხიანი, კი, ნამდვილად ხარისხიანი პროდუქციის წარმოება დამოკიდებულია ხელშეწყობაზე. კი ბატონო. მინდა ფასების ნაწილზეც გკითხოთ, წელს რა ვითარება ბაზარზე ამ კუთხით? თქვენ ხუთწლიანი გამოცდილება გაქვთ ხომ ამ ბიზნესში არსებობის და ამ კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ ხომ ერთი შეხედვით ფასების ქაოსურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ იმპორტზე დამოკიდებული სექტორი რეალურად მე ამ პრობლემას აწყდება, ხომ რომ თვითონ ვერ ადგენს ფასს და მაინც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე არის დამოკიდებული. რა ვითარებაა წელს ფასების კუთხით და რამდენად მერყევია ფასები? წინა წლებთან შედარებით ვიტყოდი, რომ წელს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა და ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ მომავალ წლებში არ დამძიმდეს კიდე ეს მდგომარეობა, ამიტომაც გადავწყვიტეთ მოკლედ პრობლემების მოგვარების დაწყება ყოველი შემთხვევისთვის. აი ამ საცალო და საბითუმო ფასების აღრევამ გამოიწვია ფაქტობრივად მომხმარებლის დაკარგვა მაღაზიებისთვის, დავარქვათ დაკარგვა, მაღაზიები დამეთანხმებიან, ვინც მისმენს, რომ ფაქტობრივად დაკეტვის პირას არიან. ძალიან დიდი რაოდენობა არის დაკეტვის პირას, საკუთარი ძალებით ვერ აგვარებს ამ პრობლემას, ჯერჯერობით ასოციაციაც ახალი ჩამოყალიბებულია და ვერ აცნობიერებს, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ ასოციაციას და ზუსტად ეს გვინდა დავანახოთ, რომ ამ ასოციაციის საშუალებით ამ პრობლემების მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია. მე მაგალითად ვიტყოდი, რომ წლევანდელი წელი იყო ერთ-ერთი მართლა ყველაზე პრობლემური წელი. იმდენად პრობლემური იყო, რომ არ ვიცი რუსიკო შეგიძლია დამეხმარო, რამდენად დიდი პრობლემები მოიტანა წლევანდელ წელმა და რა დაგვანახა ამ კუთხით. ხო, თან ახსენეთ, რომ მაღაზიები, ბევრი მაღაზია დაკეტვის პირას არის. ამის თავარი მიზეზი ზუსტად ეს არის, საცალო და საბითუმო ფასების აღრევა. პირველი ეს არის, რომ აი რაღაცა წლების წინ საბითუმო ბაზარი ასე თუ ისე დარეგულირებული იყო. სულ თიძე ჩამოსათვლელი მომწოდებელი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა რა რაოდენობის ყვავილი ჭირდებოდა ბაზარს და რა რაოდენობა უნდა შემოეტანა. შემდეგ, აი ხა
ნარატივები არსებობს საზოგადოებაში ისეთი, რომ აი არ ვიცი, ნარატივია რა და ყვავილების ბიზნესში იშოვება დიდი ფული. ეს არის პირველი, რომ ესე რომ ვთქვათ, ესეთ ენაზე, რომ ყვავილების ბიზნესში იშოვება ფული. შესაბამისად, ალბათ ის არის, რომ აქ რაღაცა მაღალი დონე არ არის იმის და უჭირს ხალხს და გადაწყვიტა ახლა მასობრივად გადაწყდა რატომღაც რომ ყვავილების შემომტანები უნდა გახდეს ბევრი. ნუ ხო ყვავილების შემომტანები გამრავლდნენ, უკონტროლო გახდა ეს წერტილი. შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით საქონელი, კი მე მინახავს თქვენ გადაცემებშიც რომ იმპორტის რაოდენობა გაიზარდა რაოდენობა, მაგრამ მოხმარება არა. ანუ აცდა მიწოდება მოთხოვნას. შესაბამისად საბითუმო მეწარმეებს დარჩა ჭარბი საქონელი. ეხლა კიდე აქ მეორე პრობლემაა, ნახეთ, მე ვითუმეს რომ ჭარბი საქონელი გავუჩნდა, ჯერ თქვა დღეს ჩამოიტანა ხო, მე ვითუმე. ყველა მაღაზია იქიდან გამომდინარე, რომ საბითუმე ბაზარზე ყვავილების შენახვის წესი არ არსებობს და მეორე მესამე დღეს აზრი არა აქ შენ იყიდო, მე ვითუმესგან, პირველ დღეს უნდა იყიდო საქონელი. პირველ დღეს მიდის მაღაზია, ყიდულობს საქონელს, პირობითად თქვა 6 ლარად. და მე ვითუმე რომელსაც საქონელი ბრჭყალებში ვთქვათ ჩაუწვა ხო იძულებულია მეორე მესამე დღეს როგორღაც გაასაღოს ეს საქონელი მოიფიქრეს მე ვითუმეებმა რომ გახდნენ საცალო მოვაჭრეებიც და ბაზარს აი როგორ გითხრათ ბაზარს უხსნიან ამ ეგრეთ წოდებულ შეკრებს და სათითაოდ ყიდიან ოღონდ იმაზე იაფად ვიდრე მაღაზიას მიაქვს საბითუმო ბაზარი რა უნდა გააკეთოს მაღაზიამ და გაჩნდა ახალი ტერმინები საზოგადოებაში გაქვთ თუ გირეკავენ და გეკითხებიან აბა ერთი მითხარი გაქვთ ადამიანური ფასები გაქვთ ადეკვატური ფასები და რა უნდა უთხრა მე დღეს მაღაზიაც მაქვს რო გითხრათ და დღეს ვეუბნები ერთ პასუხს ადეკვატური ფასი გვაქვს ვთქვათ ის 6 ლარიანი საქონელი ღირს 12 ლარი თუმცა თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და ვიტყვი სად წახვიდეთ ანუ სამგორში და იყიდოთ იგივე 4 ლარად ვერ ავუხსნი მას შეუძლია იყიდოს ყვავილი 4 ლარად და შეუძლია იყიდოს 12 ლარად და ის ხო ვერ აცნობიერებს იმას რატო ყიდულობს 4 ლარიან საქონელს და აქ რომელსაც მაღაზიაში რომელიც იხდის გადასახადებს რომელიც პერსონალს უხდის ხელფასებს რომელიც შესაბუთ მასალას ყიდულობს ძვირადღირებულს იმიტომ რომ კარგად გამოიყურებოდეს ყვავილებში აქვს ძვირადღირებული ასორტიმენტიც და თაიგულს რო კრავს რატო ღირს თაიგული ძვირი ამას ვერ ვუხსნით მომხმარებას ვერ ავუხსნით როდესაც არსებობს ესეთი ნარატივი რომ საღამოს შეგიძლია სამგორის ბაზარში გაისერნო და იყიდო იაფად ყველაფერი თან ნახეთ რამხელა არჩევანი ბაზარია და არჩევანია რა თქმა უნდა ამან მაღაზიები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ნამდვილად საშუალო სეგმენტმა დაკარგა მომხმარებლის დიდი რაოდენობა ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა რომელიც არ ჩანს და ამისი ამოწევა საჭიროა ამისი კომუნიკაცია საჭიროა მომხმარებელთან რომ იცოდეს რომ იაფი არ ვიცი იაფი თხილია თუ რა არის მხოლოდ სათაგურშია ყველაზე დიდი პრობლემა კიდევ რატომ არის ყვავილები იაფი გარევაჭრობისას მე არ ვიტყვი ესეც არ ვიცი ტაბუდადებული თემა თუმცა ყველამ შინაგანად მეორე ყვავილს გულისხმობ მეორადი ყვავილები ხალხო მეორადი ყვავილების ბაზარზე გატანა მე მგონია პირადად მე და ამას ხმამაღლა ვიტყვი არ მეშინია რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ რომ მეორადი ყვავილი ყველამ ვიცით რომ დაბადების დღეზე მირცმული ხარისხიანი ყვავილი არ არის ვიცით საიდან მოდის მეორადი ყვავილი თუ მაღაზია თავისთან შეიტანს მეორად ყვავილს ის შეიძლება მოხდეს სამშობიაროში მოხდეს ბაგაბაღში და იმებზე რა ქვია ღონისძიებებზე ყველგან შეიძლება მოხდეს და საშიშია ელემენტარულად სანიტარული დონეები არ არის დაცული. მე უკვე კიდევ რაც დიდი პრობლემაა რომ ეხლა უკვე მომხმარებლის პრობლემაზე გადავიდეთ კიდე. გარდა იმისა რომ მეორად საქონელს ყიდულობს, გარდა იმისა რომ მოუვლელ საქონელს ყიდულობს და გარდა იმისა რომ მის ფსიქოლოგიაში ზის რომ ყვავილს რომ მიიტანს მეორე მესამე დღეს რომ ფუჭდება და უნდა გადააგდოს, ამას შეჩვეულია დღეს ქართული მომხმარებელი. მე მქონია ესეთი შემთხვევა რომ შარშან ბათუმში გავგზავნეთ ჩვენი ყვავილები. ჯერ ის ვისაც მიქონდა საჩუქრა და ყავ ძალიან წუხდა გზაში გამიფუჭდებაო და ერთი კვირის მერე ბათუმიდან დარეკა იმ ადამიანმა უბრალოდ დაურეკა ვინც მიართო იმ ყვავილს და ესეთი ტექსტით გამოვიდა ერთი კვირა ეს ყვავილი არ გამიფუჭდაო და ნეტა რითი იყო ეს გაჟღენთილიო არაფრით არ იყო ხალხო გაჟღენთილი არაფრით იყო საღი
ახალი მოვლილი ყვავილი. კი ბატონო. ანუ იმდენიც სრულ ცნობიერებაც ინფორმაცია ხო, და და ცნობიერების ამაღლება გასაგებია. გჭირდება, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და იმედია რომ ყველა ის პრობლემა რის გამოც და რა მიზნითაც გაერთიანდა ასოციაცია მოგვარდება და მიიტან შესაბამის უწყებებამდეც. მადლობა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოგვეცით საშუალება ამ პრობლემების ასე ხმამაღლა გაჟღერებისთვის. კი, არც გვეგონა ამ ხელში შესაძლებობა რომ მოგვეცემოდა. უღრმესი მადლობა. რუსიკო მიქავა ყვავილების ასოციაციის თანადამფუძნებელი, ნინო ჭანკვეტაძე ყვავილების ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე თანადამფუძნებლები გსტუმრობდნენ გადაცემაში. ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში უკვე მორიგი თემით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვიდრე შემდეგ სტუმარს არ გიდგენთ ერთი ისტორიული გადახვევა ორბელიანის მოედანზე ყვავილების ბაზრის ისტორია მჭიდროდ არის გადაჭაჭული ძველი თბილისის სავაჭრო ტრადიციებთან და დროთა განმავლობაში მან სრული ტრანსფორმაციაც განიცადა. მე-19 საუკუნეში ეს ტერიტორია სურსათიდა და სხვადასხვა ნივთით ვაჭრობის ეპიცენტრს წარმოადგენდა, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში ფოსტის მოედანი, სალდათის ბაზარი და რუსის ბაზარიც ერქვა. ყვავილებით ვაჭრობამ აქ აქტიური სახე უკვე საბჭოთა პერიოდში მიიღო, როდესაც ტერიტორიაზე საკოლმეურნეო ბაზარი გაიხსნა და მოედანსაც კოლმეურნეობის მოედანი ეწოდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყეს მოვაჭრეებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, პარალელურად დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების გამოტანა. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ეს იყო სრულად სპონტანური, ღია და ხშირად ქაოსური დახლები, მოედანი მაინც იქცა თბილისელებისთვის იმ ერთ-ერთ საყვარელ ადგილად, სადაც ყვავილების შეძენა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. თუნდაც 90-იანი წლების მძიმე პერიოდში. სავაჭრო განვითარების სრულად ახალი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, როდესაც ორბელიანის მოედნის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ძველი დახლების ნაცვლად საგანგებოდ ყვავილების მოაჭრეებისთვის ლამაზი მინის თაღოვანი პავილიონები აშენდა. დღეს ორბელიანის ყვავილების ბაზარი აღარ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე, ის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული, მოწესრიგებული ურბანული წერტილია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ქალაქის ისტორიულ მეხსიერებასა და თანამედროვე ესთეტიკას. ვაგრძელებთ ყვავილებზე საუბარს და ვინაცვლებთ კომპანია Lovely Rose-ზე, ობიექტზე, სადაც ნებისმიერი სახეობის დიზაინის, ფორმის, ვიზუალის თაიგულებს შემოგთავაზებენ. სივრცეც ისეთივე დახვეწილია, როგორც თავად არჩევანი. Lovely Rose-ის ისტორიას ლალი სიჭინავა, კომპანიის დამფუძნებელი გაგვაცნობს. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა ასევე თქვენ სტუმრებს, აი ახლახანს გავიგე რომ თურმე ასოციაცია. კი, სულ ახლახანს ერთი თვეა რაც ჩამოყალიბდა ასოციაცია. ლალი, უპირველესად მინდა კითხოთ, როგორი იყო ვითარება გაზაფხულის დღესასწაულებიდან გამომდინარე, პრინციპში 8 მარტიც გვიახლოვდება, თუმცა ჩაიარა ვალენტინობის დღემ, ჩაიარა 3 მარტმა, ერთ-ერთმა ყველაზე აქტურმა პერიოდმა ყვავილებისთვის და როგორი იყო ეს დღეები, რამდენად დატვირთული იყო და როგორია უკვე 8 მარტის მოლოდინები? ჩვენთან Lovely Rose-ში მუდმივად ხდება ზრდა. საკმაოდ ბევრი შეკვეთა ჰქონდა, ოდნავ გაზრდილი იყო შარშანდელთან შედარებით 14 თებერვალს და 3 მარტსაც. და იგივეს ველოდებით 8 მარტისგან. მაგრამ რაც შეიძლება იყოს განსხვავებული, წელს შემოიტანეს ოდნავ ნაკლები ყვავილი. რაღაცა ჯიშები შეიძლება საერთოდ ძალიან იყოს დეფიციტში. მაგალითად სპრეი, აი ჯუჯავარც რომ იძახიან პატარა თავებით ცოტა შემოიტანეს სომხეთის პრობლემების გამო და ეკვადორიდანაც ძალიან გაძვირებულია ფასები, ამიტომ უბრალოდ ვერ შეძლეს. აი თურქეთის ყვავილი იქნება წელს ჩინური ყვავილიც იქნება, მე მგონი საკმაოდ ბლომად. ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ აი რომ უბრალოდ რომ აგიხსნათ რამოდენიმე სხვადასხვა პრემიუმ ხარისხის ყვავილები არსებობს. პირველ ადგილას არის ვარდები, ეკვადორის ვარდები. სქელი ღეროთი, ბევრი ფოთლით და ისეთი გამძლე ყვავილი. შეიძლება აი მაგალითად ერთ-ერთი ჯიში ექსპლორერი შეიძლება გაძლოს 3 კვირამდე. წითელი ვარდია, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული ფერის გამოყვანილი ვარდებია, ყველაზე გამძლე. მერე
ალბათ კენიის ვარდი მოდის, საშუალო ხარისხის, ანუ ხარისხის და ფასის ისეთი საშუალო ვარდი. მერე სომხური და ჩინური. და აი წელს ჩინურიც გვაქვს. ახალი მოთამაშე არის საქართველოში. კი ბატონო. თუ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა წლებთან შედარებით, რამდენად აკეთებენ აქცენტს მათ შორის განსხვავებულ თაიგულებზე? ჩვენ კი ქვია Lovely Roses, მაგრამ შერეული ყვავილი ძალიან ბევრი გვაქვს, ჰოლანდიური ძირითადად. ჰოლანდიური და ეკვადორის ვარდები გვაქვს ძირითადად. და ჩვენთან მომხმარებლები ბევრად ყოველ წელს გადადიან ონლაინ. დაახლოებით 80% უკვეთავს ონლაინ და დანარჩენი შემოდის მაღაზიაში. და რაც შევამჩნია წელს, ოდნავ უფრო ადრე გვიკვეთავენ. ჩვენ ზოგადად აი 8 მარტსაც ვიღებდით შეკვეთებს. იმის მიუხედავად, რომ ბევრად უფრო მეტი, აი 10 ჯერ იზრდება, თუ ჩვეულებრივ დღეებში შეგვიძლია დაახლოებით საშუალო თეგულების რაოდენობას, რასაც ვამზადებთ, არის 30, ну, ვთქვათ, ხო? 8 მარტს 6, 7 და 8 მარტს გვექნება ბევრად უფრო მეტი. 8 მარტს უკვე 10 ჯერ გაზრდილი და ცოტა რთულია ყველაფრის მიტანა დროზე, მაგრამ იგივე დღესვე, როდესაც მორგებული ხარ მორგებული ამ რაოდენობაზე. მაგრამ ჩვენ ვიღებდით შეკვეთებს, მაგრამ წელს შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ჩვენი მომხმარებლის შეკვეთები 8 მარტს. და ყველას ვურჩევთ, რომ წინასწარ დაიწყონ და დაიჭირონ თადარიგი. მინდა ვისაუბროთ Lovely Roses ინფრასტრუქტურაზე, ხო? იქ გაქვს რაღაც სამაცივრე ნაწილიც, აი რა ინფრასტრუქტურას აერთიანებს Lovely Roses და კონკურენტულ გარემოში რითი ცდილობთ და რითი ახერხებთ, რომ თქვენი ადგილი დაიკავოთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ იზრდება მაღაზიების რაოდენობა, ძალიან ბევრი ახალი მოთამაშეც ჩნდება. ჩვენ გვაქვს 2 ფილიალი, მაგრამ ერთ-ერთი ფილიალი წელს იკეტება 15, აი 8 მარტს იმუშავებს ერთი კვირა და მე 15 მარტს დავიკეტებით, იმიტომ რომ უზარმაზარი ვერაზე გვაქვს ფიქრის გორაზე ფილიალი და რაღაცა წყლებია ის შენობის ქვემოთ და უზარმაზარი უცებ ის ნახურეთი გვაქვს, აი მთელი შენობის რეაბილიტაციის უნდა დაიკეტოს. და ვიქნებით ერთ სივრცეში, მაგრამ ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ გუნდი არ იქნება გაყოფილი. ვაკეში ფალიაშვილის 38-ში გიგეშიძის სკვერთან ახლოს იქ ვიქნებით და მან გვაქვს ვერაზე 2 მაცივარი გქონდა და ვაკეში 1 გვაქვს და შეიძლება დავამატოთ. გვაქვს მაცივარი, აი ზოგადად ყვავილი გადის, რამოდენიმე აი როგორც ბაზარში იღებენ, წყალში დებენ და არაფერი მე არ ხდება, უბრალოდ იმ წყალში დევს და ბაქტერიებისგან მალე ფუჭდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ეტაპი, რომელსაც ყვავილი გადის და მაცივარში ბევრად უფრო მეტ დროს ძლევს. თუმცა ჩვენ თითქმის ყოველ დღე ვიღებთ ახალ ყვავილს. ანუ ამით ალბათ განსხვავდებით, რომ სულ მუდმივად გვაქვს ახალი ყვავილი. ალბათ კიდევ იმით განსხვავდებით, რომ ჩვენ გვყავს მენეჯერები, რომლებიც მუშაობენ 9 საათიდან 12 საათამდე მუდმივად არიან ონლაინ. მაგრამ კიდევ ვაპირებთ გაუმჯობესებას და კონსიერჟ მომსახურებაც გვექნება. ანუ ნებისმიერ დროს აი 8 მარტს რომ დაურეკო ყვავილების მაღაზიას არც ყურმილს აიღებენ. ჩვენ ვართ კავშირზე, აი ყველანაირად WhatsApp-ში ზარებს ვიღებთ და იცით რა მე მგონი ჩვენ რითი განსხვავდებით ზოგადად მსოფლიოშიც არსებობს 2 მაღაზიებს აქვს 2 ძლიერი მხარე. ან ხარ ძლიერი რიტეილში, ან ხარ ძლიერი ონლაინში. აი მაგალითად ინტერფლორა, საერთოდ არ აქვს, ან სხვანაირად მუშაობს. და ან რომელიმე, აი მაგალითად ბექა ქართველი ფლორისტი, ბექა პარის. ხო, ძალიან ძლიერი ფლორისტია და ბუტიკიც აქვს ძალიან საყვარელი. ჩვენ ვაერთიანებთ 2-ვეს. და ეს არის მე მგონი
ჩვენი ძლიერი მხარე და სხვათა შორის წელს ვაპირებ ლონდონში გახსნას, მაღაზიის გახსნას. მოვიარე ბევრი მაღაზია და მივხვდი რომ აი მართლა ჩვენი დონის მაღაზია მანდ არ არსებობს. და ვაპირებთ თუმცა ძალიან რთული პროცესია. რა პროცესია ეს? თუ გაქვთ უკვე დაწყებული მოძიება? კი, მაქვს მაღაზიაც მაქვს არჩეული, მაგრამ აი ძალიან საინტერესოა თვითონ პროცესი. ჯერ უნდა აირჩიო მაღაზია, რომელსაც ვიყიდით და გადავაკეთებთ მთლიანად. ბიზნეს ვიყიდით, ხო, იმას ჯერ უნდა იყო, აი თუ გინდა იყიდო მაღაზია, ან თვითონ property, ხო, ან შენობა. არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის ან შენობის შესყიდვის შემთხვევაში უნდა აუცილებლად აიყვანო სოლისიტორი, ვინც არის შენი, იურისტი, ხო, წარმომადგენელი. პირდაპირ ვერ შეიძენ ვერაფერს და ეს აი ძალიან სასაცილო. ჩვენ ყავს სოლისიტორი. იგივენაირად გამყიდველს ყავს სოლისიტორი და კიდევ იჯარა ვისაც შენობა ვისაც ეკუთვნით. მათაც აქვს სოლისიტორი. მე უნდა მივწერო ჩემს სოლისიტორს, ის მერე მიწერს იმას გამყიდვლის სოლისიტორს, ის შეუთანხმეს გამყიდველს, მერე უნდა დაუკავშირდეს იმას მფლობელს და აი ორი თვე მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ კითხვაზე პასუხი მიიღო. ნუ ეს ბიუროკრატია არის. ხო, აი იმდენი ბიუროკრატია და საქართველოში მიდიხარ იუსტიციის სახლში და ნახევარ სახლში პრინციპით აკეთებ ყველაფერს. ძალიან ადვილია, ისე მიკვირს. კი. და როდესაც იგეგმება გახსნა ამ ბიუროკრატია დამოკიდებულია დიდ ბრიტანეთის ბიუროკრატიაზე, ხო, როგორც ვთქვი. ოღონდ ეგ არ არის, იცით რა, ეგ არ არის მთლად ბიუროკრატია. ეს არის ტრადიციები, ასეთი ტრადიციები, ანუ ცუდი ტონია, არ შეიძლება სხვანაირად გაკეთება. მე უნდა გაიარო anti money laundering პროცედურები და ასე შემდეგ. მაგრამ აი მართლა მე მგონი ჩვენ ძალიან ისეთი ძლიერი პოზიცია გვაქვს და კიდევ წელს ვაპირებ ბევრად უფრო ბევრ AI-ის გამოყენებას. ახლა AI უკვე ისეთი გახდა რომ აი დაწვრილებით ChatGPT-ს კი არ იყენებ ცალკე Claude-ს, იყენებ ცალკე თუ გინდა Instagram-ში ძლიერი რომ იყო, იყენებ Lazy Lines, რომელიც მუშაობს პირდაპირ ვიდეოებს ნახულობს, ანუ ძალიან ვიწრო სფერებში არის სხვადასხვა, ანუ ამის გამოყენებას ვაპირებ, digital services გვექნება ბევრად უფრო განვითარებული. მოკლედ ლონდონის სიახლე არის ერთ-ერთი მთავარი, რასაც ნოველოდოთ. იმედია მიმდინარე წელს მოესწრება. როგორ ფიქრობთ თქვენ? კი, მოესწრება. აუცილებლად მოესწრება. ქუჩა გაქვთ უკვე შერჩეული? კი, ერთი ყველაზე პოპულარული თუ ყველაფერი კარგად ჩაიარა, ვიქნებით იქ, სადაც აი ელტონ ჯონი ცხოვრობს, ბეკჰემი, ვიქტორია ბეკჰემი. ანუ ცენტრალურ? ხო. ცენტრალურია ხო, აი ყველაზე მთლად ცენტრალური არ არის, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული უბანია. თუ გაქვთ უკვე ინვესტიცია გათვლილი, დაახლოებით რა მოცულობა დასჭირდება ლონდონში ლავლი როუზის განვითარებას? ჩვენ ძალიან ძლიერი ბაზა უკვე გვაქვს აქ და ბევრს გავაკეთებთ აქედან. და თვითონ აი მე მგონი 100,000 ფუნტს არ კარგად ცდება. ანუ ასე ვგეგმავ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოკლედ წარმატებები გელოდებით აუცილებლად მაშინ, როცა უკვე გაიხსნება ლონდონის ლავლი როუზი, ჩვენს ეთერში გელით უკვე ამ სიახლით და პრეზენტაციით. მადლობა კიდევ ერთხელ ლალი სიჭინავა ლავლი როუზის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში და კიდევ დასრულებამდე ჩვენი გადაცემის ერთი ქართული კომპანია უნდა გაგაცნოთ. საუბარია Maueflowersზე, კომპანიაზე, რომელიც ბაზარზე დაახლოებით 9 წელია ოპერირებს და უკვე ერთგული მომხმარებელიც მრავლად ყავს. Maueflowersის ისტორიაზე სიუჟეტი ვნახოთ. მე კი ერთი კვირით გემშვიდობებით, ქალების ნარატივი ეთერში ორ შაბათს ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად დაბრუნდება. ვიყავი ბებოს
არჩეული შვილიშვილი, რომელსაც სამედიცინოზე უნდა ჩაებარებინა. გამიმართლა რამოდენიმე ლექტორში, რომელმაც ბევრი რაღაც სხვაგვარად დამანახა, მირჩია მეისწავლა, დამესრულებინა, იქაც ბევრი საინტერესო რაღაც ამეთვისებინა და პარალელურად მემუშავა ამ მიმართულებით. პირობა მივეცი, აუცილებლად იქნებოდა ჩვენი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩემი თაიგულების და მაღაზიის ერთ-ერთი დამკვეთი და ესეც მოხდა. შევასრულა ჩემი ლექტორისთვის მიცემული პირობა. აუცილებლად გავხდებოდი ისეთი წარმატებული, რომ უშუალოდ ჩემი უნივერსიტეტი ითანამშრომლებდა ჩვენთან. ყველაფერი დავიწყეთ 9 წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ორივენი სწავლობდით სამედიცინოზე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და გაჩნდა იდეა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდით მაშინ პინტერესტზე მაგათ უნახეთ ეს განსხვავებული შეფუთვები რაც საქართველოში არ იყო არასდროს შეხება ვქონია ყვავილებთან ამ იდეით გავერთიანდით ესე რა ვთქვათ და დავიწყეთ თუმცა აი მინიმალური ბიუჯეტით ეს იყო 500 ლარი რომელთაც დავიწყეთ მოვიძიეთ ადგილობრივ ბაზარზე შეეძლო ყუთები დაემზადებინა და დავიწყეთ მოკლედ საკუთარი ძალებით დავდიოდით ღამით ეგრეთ ნავთლუხის ბაზარში ვიღებდით მაშინ ყვავილებს ერთად ვამზადებდით ვიქირავეთ პატარა ანობებოს ოთახი სადაც ეს რაღაც პირველი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე გახდა პოპულარული თბილისში განსაკუთრებით ყუთებში რაღაც წითელი ვარდები იყო ძალიან მოთხოვნადი და რაღაცა ეტაპობრივი ზრდა მოყვა ამ ყველაფერს კურიერებით საწყის ეტაპზე ჩვენ ვიყავით უშუალოდ მქონდა მომხმარებელთან რაღაცა ერთად გავიზარდეთ ჩვენს მაღაზიასთან ერთად ამ ეტაპზე გვაქვს თქვათ როგორც შეფუთვების მრავალფეროვნება ეს არის ქაღალდი, ყუთები, კონუსები, მუყაოს კონუსები, გულის ფორმები, რაც იდეაში ბევრს ისევ არ აქვს, ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ლარნაკის ტიპის შეფუთვები, ასევე გვაქვს კალათები დაწნული სხვადასხვა ფერში, სხვადასხვა ზომაში. რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, არის მხოლოდ იმპორტირებული პროდუქცია და სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პროდუქციას. სამწუხარო იმიტომ, რომ არ გამოირჩევა გამძლეობით და ხარისხით. ამიტომ ჰოლანდია, ეკვადორი და ასე შემდეგ. ესენი არის ქვეყნები, საიდანაც ვიღებთ ყოველთვის ახალ ხარისხიან პროდუქციას. ვარდზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, არის ალბათ იქნება. ბოლო წლების ტენდენციაც წამოვიდა უფრო ფერადი, საინტერესო, სიმბოლური თაიგულების მიმართ. უფრო არჩევენ ხოლმე რაღაცა ფერების კომბინაციების მიხედვით, რაც ადრე ესეთი შესამჩნევი არ იყო. უფრო ძირითადად რაღაცა აქცენტი იყო ხოლმე რაღაც ვარდზე. ეხლა უკვე ჩვენც ძალიან ბევრი სხვადასხვა სახეობის ყვავილი დაგვემატა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არჩევანიც გაიზარდა. მათ შორის რაღაცა სეზონზე უკვე შეგვიძლია რომ არასეზონური ყვავილებით გამოვწეროთ. სულ მინდა ხოლმე რომ აი ესა ჩემი ასაკის ჩემზე უმცროსი გოგოებისთვის ჩვენი ისტორია და ბევრი ესეთი ისტორია ალბათ ქართულ ბაზარზე იყოს რაღაცა მამოტივირებელი და ძალა რომ აი შრომას მართლა ყოველთვის მაქვს შედეგი და სიყვარულს იმ საქმის სიყვარულს იდეაში ასეც ვაკეთებ. ყველა ყვავილი არის ახალი, გამორჩეულად მოწესრიგებული, მოვლილი, რაღაც ყოფილა შემთხვევა რომ ან დაზიანებულა ტრანსპორტირების დროს და მიუსვლად წარმოგვიღია შეგვიწვია. აი ძალიან ვფერებით ყველა მომხმარებელს, ძალიან ვურთხილდებით და ანუ აი მაგაში მხოლოდ ენერგიას ვდებთ ხოლმე, რომ აი ეგეც იგრძნობა, ანუ მათი უკავშირი და ამდენ წლიანი ნდობა. 9 წელია ბაზარზე ვართ და უამრავი მომხმარებელი ვყავს, ვინც გვენდობა, ვისაც უყვარვართ. და ჩვენც ძალიან გვიყვარს, ამიტომ ზრდას განვაგრძობთ მათთან ერთად და
იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი მაღაზია გაჩნდა უკვე ბაზარზე, არა მხოლოდ ქართველების მიერ, არამედ ბევრი უცხოელის მიერ, მაინც გვაქვს ეს ჩვენი ნიშა, ბრენდი, რომელიც ყოველთვის ამბობს თავის სათქმას განსაკუთრებული ქალბატონებისათვის.